პროექტის სახელი, რომლის ფარგლებში და დღეს აქ ვიმყოფებით, არის არავინ დარჩეს ყურადღების მიღმა. პროექტის ხელშემწყობია ავსტრიის განვითარების სააგენტო, საქართველოში გორდვიჟენი და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი. ეს იყო მცირე სათემო პროექტები, რომლებშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული საბჭოს წარმომადგენლები და მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგი ახალგაზრდები იყვნენ, ძალიან კარგი პრეზენტაციები მოამზადეს, გამოვიდა გამარჯვებული 3 ადგილით და 1 ჟიურის ფავორიტით. პროექტის განმავლობაში ბევრი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თემა განვიხილეთ, მაგალითად როგორიც არის იმუნიზაცია, მადლობას ვუხდით პროექტის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს. ორგანიზაცია World Vision საქართველო 30 წელიწადზე მეტია სხვადასხვა სახის პროექტებს განახორციელებს საქართველოში. ერთ-ერთი მისი პროექტი არის COVID-19 დაზარალებული ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის. ერთ-ერთი ეს არის მცირე სათემო პროექტების მხარდაჭერა. კერძოდ იმერეთში 4 სათემო პროექტი დამტკიცდა, 2 ქუთაისის მუნიციპალიტეტში, 2 ბაღდადის მუნიციპალიტეტში და ამ სათემო პროექტის ფარგლებში 42-ზე მეტი სესია ჩატარდა, მონაწილეები დაახლოებით 700 ახალგაზრდა მშობლები იყვნენ ჩართული. ძირითადი მიზანი იყო ცნობიერების ამაღლება ისეთ საკითხებზე, როგორიც არის იმუნიზაცია, ვაქცინაცია, ადამიანის პაპილომავირუსი, დაავადებათა პრევენცია და სხვა საინტერესო სამედიცინო საკითხები. ძალიან კმაყოფილები დარჩენ ახალგაზრდები და ჩვენს ორგანიზაციის წარმომადგენლები საოცრად ბედნიერები ვართ, რომ ასეთი ჭკვიანი ნიჭიერი ახალგაზრდები გვყავს და მინდა წარმატებები ვისურვო მათ.